დავიწყოთ. მოცემული გვაქვს წინადადება. არც ხვიჩა იყო ეგვიპტელი და არც გოჩა ვენეციელი. ჩამოთვლილ და გარუმელი არ ეწინააღმდეგება მოცემულს. ანუ ამ ხუთი წინადებიდან უნდა ავარჩიოთ ის, რომელიც დაახლოებით მსგავს შინაარსს ატარებს. პირველში შეგვიძლია გამოვაკვიროთ ხოლმე წინადებები, რომელიც ეწინააღმდეგება მოცემულს. ანუ ნათქვამი როდესაც არის, რომ ხვიჩა არ იყო ეგვიპტელი და გოჩა ვენეციელი, ის წინადადება, რომელიც ამბობს, რომ ხვიჩა ეგვიპტელი იყო ან გოჩა ვენეციელი, შეგვიძლია გამოვიწყოთ. A-ში ხვიჩა ეგვიპტელი იყო, B-ში ხვიჩა ეგვიპტელი იყო გვიწერია, D-ში გოჩა იყო ვენეციელიო გვიწერია და E-ში გვიწერია ორივე ვენეციელები იყვნენო. აი ეს პასუხები ყველა წინააღმდეგობაში მოდის მოცემულთან. რადგან გვეუბნება, რომ ხვიჩა არ უნდა ყოფილიყო ეგვიპტელი და გოჩა ვენეციელი და თუ პირიქით იქნებოდა, ანუ ხვიჩა ვენეციელი იქნებოდა და გოჩა ეგვიპტელი, ეს უკვე წინააღმდეგობაში აღარ მოვიდოდა მოცემულ დებულებასთან. ამ მიზეზით G არის აქ სწორი პასუხი. გადავიდეთ მეორე დავალების გარჩევაზე. აქ უკვე ორი პირობა გვაქვს მოცემული. ყოველი ხერხემლიანი არის ქორდიანი და არც ერთი ქორდიანი არ არის ანთროპოდი. ეს დავალება შეიძლება დიაგრამებითაც გავაკეთოთ. ეს იყოს ქორდიანების სიმრავლე, პირველი ასოთი მივინიშნავ. შიგნით თავსდებიან ხერხემლიანები. რადგან ყოველი ხერხემლიანი არის ქორდიანი, არის ნათქვამი. მეორე დებულება, არც ერთი ქორდიანი არ არის ანთროპოდი. ანუ ქორდიანებსა და ანთროპოდებს არ უნდა ჰქონდეს გადაკვეთის წერტილი. აქეთ იყვნენ ანთროპოდები. ესე იგი, თუ ყოველი ხერხემლიანი არის ქორდიანი და არც ერთი ქორდიანი არ არის ანთროპოდი, ესე იგი არც ერთი ხერხემლიანი არ იქნება ანთროპოდი. აი ამ სქემით უკვე პირდაპირ ამის თქმა შეგვიძლია. და მსგავსი შინაარსის პასუხიც უნდა დაგვხვდეთ სავარაუდო პასუხებში. პასუხში გვიწერია ყველა ანთროპოდი ხერხემლიანიაო. ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ აშკარად ანთროპოდებს და ხერხემლიანებს არ აქვს გადაკვეთის წერტილი. ეს დებულება სწორი რო იყოს, მაშინ მოცემული პირობებიდან პირველი დაგვერყვაოდა. უბრალოდ მეორე დაგვერყვაოდა. ზოგიერთი ქორდიანი არის ხერხემლიანი, ზოგიერთი ქორდიანი არის ხერხემლიანი, ნიშნავს, რომ ეს გვაქვს მოცემული. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი პირობებიდან გამომდინარეობს. ანუ პირველი დებულებიდან ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქორდიანი ხერხემლიანია, თუმცა ზოგიერთ ქორდიანში ხერხემლიანები შეგვხვდება. ამის თქმა შეგვიძლია. არც ერთი ქორდიანი არ არის ხერხემლიანი. ეს აშკარად პირველ დებულებას ეწინააღმდეგება. ან ერთი ანთროპოდი არ არის ხერხემლიანი. აი ეს უკვე სწორი არის. ანუ აქ D არის სწორი პასუხი. ზოგიერთი ხერხემლიანი ანთროპოდია, აშკარად არა. მაშინ აი აქ უნდა ყოფილიყო გადაკვეთის წერტილი და უკვე მეორე პირობა ეჯახება და ირღვევა.